რამ მომცა кейსის ამ კურსმა გავიმეორებ კითხვას, რომ რაღაც headline-ი ვიყოს. ჩვენ ადამიანებს თითოეულ ჩვენთაგანს რაღაც შინაგანი ცოდნა და ინფორმაცია გვაქვს. აი ამ ყველაფრის მატარებლები ვართ. ნებისმიერ დარგში. უბრალოდ ამას ჩაძიება და პოვნა ჭირდება. და როდესაც ამ ჩაძიების და პოვნის პროცესში ვიღაც გეხმარება, ვისაც გამოცდილება აქვს, ის ინფორმაცია და ცოდნა ამოდის ზემოთ და ამას სახელი ერქმევა. რა მოვლენებიც იყოს, ხარდია ის გამართლდა და უფრო მეტიც. უფრო მეტი იმ გაგებით, რომ ერთი რო კურსის ფარგლებში იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ ლაშას მხრიდან, ვიდრე ვთქვათ თვითონ მოიაზრებდა კურსით თავისი დასახელებით თუ კონტენტით თუ სილაბუსით. და კიდევ უფრო მთავარი, კურსის დასრულების შემდგომ, აგერ თქვენც მომსწრე ხართ, გაგრძელდა კურსანტებსა და ლაშას შორის ურთიერთობა და გარკვეული მეგობრული ურთიერთობის კონტურები გამოიკვეთა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. საერთო ჯამში ამ ყველაფერს დავარქმევდი გაზიარების ხელოვნებას და მის შედეგებს. უფრო დეტალურად რო შევიდეთ ტრეინინგის პროცესების, ასე ვთქვათ, შეფასებაში, გარდა იმისა, რომ ლაშას როგორც ამ დარგის სპეციალისტს და ექსპერტს და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს აქვს ნამდვილად ძალიან დიდი უნარი იმისა, რომ შეკრას კონტენტი, პრეზენტაცია, ჩვენი სენსეი არის, ესე ვიტყოდი. და ბოლოს რას ურჩევდით кейს როგორც ორგანიზაციას? кейს როგორც ორგანიზაციას ურჩევდი, რომ დატკბეს იმ პროცესით, რასაც აკეთებს. იმიტომ რომ ყველაფერს კარგად აკეთებს და ის ხა დაგრჩენიათ რომ დატკბეთ. თქვენს კურსანტებთან ერთად.